საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გასართობი ღონისძიებები იმართება. მოთხილამურეების შეჯიბრის შემდეგ პარაპლანებით ექსტრემალების ჩვენება გაიმართა. ნათია ხართიშვილი იმყოფება დილიდან გუდაურში და ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთება. ნათია, კიდევ რა სანახაობას პირდებიან ორგანიზატორები დამსვენებლებს? კიდევ ერთხელ მოგესალმები ნინო, გუდაური დღეს თოვლის საერთაშორისო დღეს მასპინძლობს. ამ დღესთან დაკავშირებით ახალ გუდაურში გონდოლას მიმდებარე ტერიტორიაზე გასართობი შეჯიბრი გაიმართა დამწყებ მოთხილამურეებისათვის, სადაც მონაწილეობას იღებდნენ 4-დან 12 წლამდე მოზარდები. შეჯიბრება დამთავრდა ესტაფეტაში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალით. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ კომენტარები. დღევანდელ დღეს საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ გააკეთა ორგანიზება იმისა, რომ 12 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც ეტაპებზე, სპორტულ ეტაპებზე მიღების საშუალება არ აქვს თავიანთი ასაკიდან გამომდინარე, ვაჩუქოთ ეს რაღაცა ზეიმი, სადაც ექნებათ საშუალება, რომ იასპარეზონ. მიუხედავად ხშირი თოვისა და ცუდი ამინდისა, პარაგლაიდერებმა ჩაატარეს აქ საჩვენებელი ფრენა. ახლა ჩვენს უკან მიმდინარეობს ფრისტაილის, სადაც ფრისტაილის მონაწილეები სხვადასხვა ტრიუკებს აკეთებენ. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ეს. დიდი მადლობა ნათია, ეს იყო ნათია ხართიშვილი გუდაურიდან გამოშვებაში.